საღამოშვიდობისა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ შეთანხმდა მიხეილ სააკაშვილი იყო ავტოკრატი, დემოკრატი თუ დიქტატორი. უკვე ექს-პრეზიდენტზე განაწყენებული ადამიანების დიდი ნაწილი მისი მმართველობის სტილს სხვადასხვა სახელს არქმევს, რაც ხშირ შემთხვევაში გადაჯარბებულია. ექსპერტთა ნაწილი, პიარშიკები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სოციოლოგები სააკაშვილში უფრო მიმბაძველობით ხასიათს ხედავენ, ვიდრე მკაცრი რეჟიმის ორიგინალურ წარმომადგენელს. ამიტომაც სპეციალისტებს შორის ისევ სადაორჩება, ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი დახასიათებისას იხსენებენ წარსულში და თანამედროვე ისტორიაში არსებულ დიქტატორებს, ხასიათის ძირითად შტრიხებს და სისუსტეებს. როგორი ყალიბდებიან დიქტატორები? რა არის დიქტატორი? განუკურნებელი სცენი თუ ხასიათი? დიდი დიქტატორი ანატომიაში. ადოლფ ჰიტლერი, იოსებ სტალინი, ვლადიმერ ლენინი, ნიკოლაი ჩაუშესკუ, ფიდელ კასტრო, სადამ ჰუსეინი, იდი ამინი, პოლ პოტი, მუამარ კადაფი, დიქტატორები. საიდან იწყება მათ ცნობიერებაში ფსიქო-ემოციური რევოლუცია. როგორ ხდებიან დიქტატორები და რა აზრები უტრიალებთ თავში. ძალაუფლების ტკბობისას, როდესაც აღწევენ პიკს და როდესაც ვარდებიან პანიკაში. სისასტიკეს ადამიანებში ბავშვობისას განცდილი რეპრესია კვებავს. როდესაც ჩვენ დიქტატორის ბუნებას ვიკვლევთ და ფსიქოლოგებს აინტერესებთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად ბავშვობის პერიოდი არის. ძალიან ცნობილი ფრაზა არის, რომ ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ხო? დიახ, ბავშვობიდან მოვდივართ, ის ფსიქიკური, რომელიც შემდეგ როგორც ფონი ისე უდევს კონკრეტულ სიტუაციებს და რომლისგანაც აიგება ამა თუ იმ ადამიანის ბუნება, შინაგანი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ, რა თქმა უნდა, იქედან მომდინარეობს. დიქტატორული ბუნების გამოვლენის ერთ-ერთი ნიშანი პიარ ტექნოლოგიებთან ერთად ბავშვებთან ხშირ ურთიერთობაზე აქცენტირება ყოფილა. Пусть бегут неуклюжие пешеходы по лужам, а вода по асфальту рекой. И неясно прохожим в этот день неподгожий, почему я веселый такой. Я играю на гармошке. დიქტატორებს ყოველდღიურ ურთიერთობაში სიყალბისა და თვალთმაქცობის არაჩვეულებრივი უნარი შესწევთ. ბავშვებთან ურთიერთობა კი დაცვის ერთ-ერთ მექანიზმად განიხილება, რომელსაც ფსიქოლოგიაში რეგრესია ეწოდება. დიქტატორი ყოველდღიურ ურთიერთობაში თავისთავად ცხადია, რომ სიყალბეების, თვალთმაქცობის არაჩვეულებრივი უნარი შესწევთ მათ. აი თქვენ თუ გახსოვთ ჩაპლინის ფილმი არის დიდი დიქტატორი და იქ არაჩვეულებრივად არის კარგად დანახული აი დიქტატორის ბუნება ბავშვს რო იყვანს ხელში და სხვათა შორის ასევე ქონდა სტალინს, ლენინს, აი ეს დიქტატორებს, მაოძედუნს და ასე შემდეგ. კარგად დაუკვირდეთ ჩვენს დიდ პოლიტიკოსებს, რომ ბავშვებთან ესეთი აი გახშირებული ძალიან დიდი ინტენსივობით, თორე ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ბავშვებს კარები მოუხუროთ. თავისთავად ცხადია, მე ვლაპარაკობ ინტენსიობა და ძირითადად მახასიათებელი რომანის და პოზირობენ ბავშვებთან მიმართებაში, ეს დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია ფსიქოანალიზზე, რომელსაც რეგრესია ჰქვია.
დიქტატორებად ძირითადად არაფრისგან აღზევებული ადამიანები ყალიბდებიან. მათ ერთ-ერთ თვისებად კი ქარიზმატულობა სახელდება. ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი, ერთ-ერთი ოღონდ გადამწყვეტი არის ლაპარაკი ქარიზმატულობაზე და თითქმის გამონაკლისის გარეშე ქარიზმატული პიროვნებები ძალიან ადვილად ხდებიან დიქტატორები. იმიტომ რომ ქარიზმა არ არის მარტო იმის თვისება ლიდერის, ქარიზმა არის დამოკიდებულების ამსახველი, რომ მას როცა ექცევიან როგორც ლიდერს, უყვარდებათ, უიმედოდ ყოფნა აღარ შეუძლიათ და ასე შემდეგ. აი ასეთ ძლიერ ემოციებში რო გადადის, მე ვლაპარაკობ ხოლმე რომ ქარიზმატულია პიროვნება. და თუ კი უყვარდებათ, ყველაფერს ამართლებენ ადამიანისას, ის დიქტატორი ადვილად ხდება. დასავლეთში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე მილიონის და მისი ხასიათის ამ შტრიხის წყალობით სწორედ ქარიზმატული ლიდერის სახელი დაიმკვიდრა, თუმცა ამას მხოლოდ პოზიტიური დატვირთვა არ აქვს. ქარიზმატული თავისთავად არაპროგნოზირებადსაც ნიშნავს. დიქტატორას ისე რომ მას სიკეთის იერი ჰქონდეს, გაკეთება უნდა. სააკაშვილმა ვერ მოახერხა ეს მეორე კომპონენტი. იგი დიქტატურის მსურველი იყო, მაგრამ იმისთვის რომ მისი დიქტატურა ყოფილიყო უფრო გამძლე და ხანგრძლივი, მას ცოტა მეტი თავშეკავება და სერიოზულობა სჭირდებოდა. ის დიქტატურაშიც არასერიოზული გახდა. ძალიან მოყვარხარ. სრული მისმეძელე. მიხეილ სააკაშვილის ზოგჯერ სერიოზულიც იყო. ქართულ საზოგადოებას მის ცრემლებამდე მისული სერიოზულობაც ახსოვს. დიქტატურა და ტირანია ფსიქიატრიული დაავადებების რიცხვს არ განეკუთვნება. ეს ხასიათის თვისებაა. ტირანია ეს არის ფორმა, ასეთი ვთქვათ, მართლობისა, როცა არგუმენტი გარდა აგრესიისა არაფერი არ აქვს. გარდა ძალადობისა. მინდა ყველა დიქტატორის ხასიათში ერთი საერთო ხაზი უფიქსირდება. მათ ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობის უნარი არ შესწევთ. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ინდივიდები აქციონ მასად. სწორედ ასე იქცეოდა ჰიტლერიც, სტალინიც, კასტროც, კადაფიც, ჰუსეინიც და ყველა სხვა დიქტატორი. რა თქმა უნდა, მათ მიმბაძველებიც გამოუჩნდა. აი ეს ხალხი, ვინც გამოდის ტელევიზორში და ამასაობს, არის სირცხვილი ქართული საზოგადოების. სირცხვილი და ამაზრზენი მოვლენა რაც შეიძლება იყოს. ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენ წაგვაგებია ბრძოლები და ომები. ეს არის ის ხალხი, ვინც მიიყვანა საქართველოს დაქცევამდე და დანგრევამდე, რომელიც შეაჩერა ვარდების რევოლუციებს ხოლმე შორის. ეს არის ის ხალხი, რომელიც ქადაგებს, რომ საზოგადოების სოლიდარობა, საზოგადოების ფასეულობები არაფერია, რომელიც სადღეგრძელო სვავს საქართველოს სუფრაზე და რომელიც თითს არ გაანძრევს არასოდეს იმისაც, რომ თავის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის რამე გააკეთოს. ეს ხალხი უკვე ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლომდე. ასე მენტალიტეტის მატარებელი ხალხი. მათ ჩაანაცვლებს ის ხალხი ყველა თაობის, ყველა ასაკის და ყველა კვალიფიკაციის, ვისაც აქვს კვალიფიკაცია, რომელსაც უყვარს თავის ქვეყანა, რომელსაც უყვარს სხვა მოქალაქეები და ცემენ პატივს მათ უფლებებს, რომელიც ძათ არის საზოგადოებისთვის გაიღოს მსხვერპლი. აი ეს არის დიქტატორის პირველი ნიშანი, რომ ხალხის გულისხმას, იმ ღირებულებებს, რომელიც ხალხს გააჩნია, რომელიც მარადიული ღირებულებებია, ხალხამდე ეს მარადიული ღირებულებები მისატანია როგორც ყოველდღიური, რომელშიდაც ყოველდღიური იქნება განთავსებული, მაგრამ თუ ყოველდღიურზე დაიყვან ხალხს, ის მასად იქცევა მაშინ და ამიტომაც არ უჭირთ პოლიტიკოსებს, რომ ერთი ტომარა ფქვილით ან 2 ლიტრა ზეთით ან 2 კილოგრამი შაქრის ფხვნილით, ასე ვთქვათ, ადამიანები, ხალხი აქციოს მასად.
დიქტატორებს არ შეუძლიათ ღირებულებებთან ურთიერთობა. მათთვის არ არსებობს მაღალი ფასეულობები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს აღქმა დაკარგოს საზოგადოებამაც, განსაკუთრებით კი ებრძვიან კულტურას და განათლების სისტემას. მახსენდება ეხლა თუნდაც იგივე ჰიტლერის ასეთი მიმართულება, როდესაც მან დეგენერატული არტის გამოფენა გამართა გერმანიაში და აჩვენა საზოგადოებას, რა შეიძლება, როგორ უნდა იხატებოდეს გარკვეული სურათები და რომელია კარგი მიმართულება და რომელიც ცუდი და ამ ცუდ მიმართულებაში სამწუხაროდ მოხდა დეგა, მონე, პიკასო, ის რაფაელი, ის საქვეყნოდ და აღიარებული ხელოვნების ნიმუშები, რომელიც დასავლური ერთი შეხედვით დასავლური სამყაროსთვის უნდა ყოფილიყო მისაღები. სტალინის მმართველობის პერიოდშიც 1927 წელს რეპრესირებულთა და დახვრეტილთა დიდი ნაწილი სწორედ პროფესორ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები გახდნენ. დიქტატურას, ტირანიასა და ფსიქიკურ პრობლემებს შორის კოაბიტაცია არ არის. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე პრობლემად უნდა განვიხილოთ. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ექსპერტთა ნაწილი ავტორიტარიზმის ელემენტებს ხედავს. საბედნიეროდ ჩვენ რა დიქტატურამდე არ მივსვლა. თუმცა ნიშნები გარკვეული ამისი იყო ახლა. იგივე თქვათ მართული პროკურატურა, მართული სასამართლო, რასაც მე ამბობ, სერიოზულად თქვათ შევეხე ყველაფერი ეს, მაგრამ ეს იყო იმისთვის, რომ აი ამ თქვათ ძალაუფლების შიმყოფ ადამიანებს რაც შეიძლება მეტი კომფორტი ქონოდათ. ყველა ის პრეზიდენტი, ვინც ჩვენ აქამდე ყავდა, გარკვეული მიდრეკილებები, გარკვეული პერიოდის შემდეგ უჩნდებოდათ იმისკენ, რასაც ქვია ავტოკრატია. თუმცა სრულ დიქტატურაში საბედნიეროდ არც პირველი, არც მეორე და არც მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში ეს პროცესები არ გადასულა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მიდრეკილებები იყო. დიქტატორები ორ ნაწილად იყოფა: ჭკვიანებად და არასერიოზულებად, რომლებიც მხოლოდ პირად კეთილდღეობასა და სიამოვნებაზე არიან გადასულები და ძალაუფლებად სწორედ ამ სიამოვნების უზრუნველსაყოფად სჭირდებათ. თუ ჭკვიანმა დიქტატორმა გადაწყვიტა, მას შეუძლია უვნებელი გავიდეს როგორც იტყვიან ცხოვრებიდან. ნუ ძირითადი ხაზი მათი რა არის? ისინი ხმარობენ ძალას მიზნის მისაღწევად, მორალი მათთვის ძალიან ისეთი მყიფე რამ გახლავთ და მიზნებს რაც შეეხება, მიზნებში უპირველეს ყოვლისა საკუთარი მიზნების მიღწევა არის. თუმცა საკუთარი ზოგისთვის შეიძლება კარგი ცხოვრება იყოს და ორგიები მაგალითად, მაგრამ ზოგისთვის აბსოლუტურად ასკეტური ცხოვრება და ის სახელი, რომელიც ამას დიქტატორობით მიუვა მას და იმით სიამოვნება, რაც დიქტატორის სიმაღლეზე ატანისას იგი განიცდის. Pretty sexy lady, I'm begging. რა სამი ძირითადი ნიშანი აქვს დიქტატორებს? ეს სამი ძირითადი ნიშანი, მოთხოვნილება და мотиваცია, შეიძლება ასე ითქვას. ერთი არის კომპეტენტურობა, უნდა გრძნობდეს თავს კომპეტენტურად, ავტონომიურობა, ანუ თვითონვე უნდა წყვეტდეს თავისი ქცევის ხასიათს, შინაარს და ასე შემდეგ. და მიკუთვნებულობა, რომელიმე ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. აი ეს მიკუთვნებულობა თუ ქვეყნის ლიდერზეა ლაპარაკი, ის უნდა განიცდიდეს მიკუთვნებულობას ტერიტორიული თვალსაზრისით, კულტურის თვალსაზრისით, ეკონომიკური, პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით, სამშობლოსთან და ამ რაიმე გარკვეულ იდეოლოგიასთან. რა პიარ ტექნოლოგიებს იხენებენ დიქტატორები და რამდენი ხანი შეუძლიათ საზოგადოების ემოციებზე ზეგავლენის მოხდენა? გარკვეულწილად რაღაცა პერიოდის განმავლობაში ისინი არიან ხალხის ნაწილი, მოდიან როგორც გმირები
და შემდეგ უცებ რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდებიან ერის მზრუნველი მამები. ერზე მზრუნველი მამები და გარკვეულწილად მათი არქეტიპული ხატი, არქეტიპული ბრენდი იცვლება სწორედ ესეთი მიმართულებით, რომ ჯერ არის გმირი, შემდეგ ხდება მზრუნველი და რაღაცა პერიოდში თუ 30-40 წლის განმავლობაში არიან ეს დიქტატორები, შემდეგ ისინი ხდებიან ბრძენები. საკურვილია ისინი არიან ძალიან კარგი პიარის სპეციალისტები, იმიტომ რომ არა მარტო თვითონ დიქტატურის დამყარების პერიოდში იყენებენ ამ პიარ ტექნოლოგიებს, არამედ მანამდე, ვიდრე ისინი, თქვათ, ხელისუფლებაში მოვლენ და ამ გარკვეულ ძალაუფლებას აიღებენ ხელში და ამიტომ ისინი ძალიან კარგად ფლობენ ამ პიარ ტექნოლოგიებს. დაბრმავებული მე, ასეთი ტერმინით მოიხსენიებენ ფსიქოლოგიაში ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ან საერთოდ ვერ ხედავს, ან მხოლოდ საუკეთესო რაკურსიდან უყურებს. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის დაფარვა მაინც უჭირთ და სწორედ ამ დროს ჩანს ყველაზე უკეთ მათი სუსტი მხარეები. ბევრი რამ ახასიათებთ ყოფით ცხოვრებაში. ეს არის ისეთ და მე თვითონ არიან ესეთ აი კონფლიქტური, შინაგანი კონფლიქტები უჩნდება და ეს შინაგანი კონფლიქტები მთელი რიგის სახის აი სხვადასხვა სახის აშლილობებში ვლინდება. შეიძლება ეს იყოს კვებითი აშლილობა, შეიძლება ეს იყოს სექსუალური თვალსაზრისით აშლილობები და სხვადასხვა ტიპის აშლილობები ვლინდება. შენ ჩემს იდეას კი არ ებრძვი, შენ მე მებრძვი. ასეთია დიქტატორების იდეოლოგია, რომლებიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებთან ერთად ეჭვიანობის სინდრომითაც არიან დაავადებული. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი განიხილება როგორც მის წინააღმდეგ მიმართულია. ეს შენ ჩემ იდეას კი არ ებრძვი, შენ მე მებრძვი. ახლა სტალინის პარანოია ამაში გამოიხატებოდა. ის აღებულობდა ასეთ არგუმენტაციას, იმიტომ რომ ესე იგი შენ ჩემ წინააღმდეგი ხარ, მე ვარ ლიდერი, ხო? პარიკმახერობიდან დიქტატორობამდე ერთი ნაბიჯია. ჩაპლინის დიდ დიქტატორში ეს ფენომენი ყველაზე გასაგებად არის ახსნილი. თუ სერიოზულად მოეკიდა კაცი დიქტატურას, ეს არც ისე მარტივი საქმეა. სამწუხაროდ ჩვენთან სერიოზულობა უკვე დიდი ხანია დეფიციტი გახდა. რა ემართებათ დიქტატორებს, როდესაც ხელიდან ეცლებათ ძალაუფლება და რა ეტაპებს გადიან ამის შემდეგ. ძალაუფლების დაკარგვა დიქტატორისათვის ეს არის სიკვდილის ტოლფასი. პირველი, რაც არის ის, რომ არ მჯერა. პირველი ეტაპი ესა, რომ ვერ იჯერებს. მეორე არის გაბრაზება. შემდეგ არის შევაჭრება, უწოდებენ ამას, როდესაც იქნება ასე გამეკეთებიან, იქნება ესე ჯობდა, ისე იქნება იმასთან დამემყარებია ურთიერთობა, იქნება, ანუ რაღაც ვარიანტებს განიხილავს. მეოთხე ეტაპი არის დეპრესია და მეხუთე არის მიღება, რომ მიიღებს რეალობას. მაგრამ ეს პირველი 4 ეტაპი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ ქვეყანაც კი გადაყოლია ამ ეტაპების რომელიმე ეტაპის სიმძაფრეს. აი შარშან მაგალითად მე ოქტომბრის არჩევნების მერე მე დამჭერ შთაბეჭდილება, რომ აზრათაც არ უშვებდა არავინ, რომ შესაძლებელი იყო ეს ძალაუფლება დაეგანა. უბრალოდ იმდენად თუ გახსოვთ განსაკუთრებით ეს ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი ეს იყო რაღაც არადეკვატური ქცევების კასკადი, როგორც ახლა აი ბოლოს დავინახეთ ჩვენ. ხო? იმიტომ რომ ნუ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აღარ ვიყო პრემიერ-მინისტრი, ან აღარ ვიყო პრეზიდენტი, როგორ შეიძლება? წარმომიდგენელია, იფიქრე რა, შეიძლება არ იყო. მე რასაპირო. რა თქმა უნდა, ყველა დიქტატორს აქვს იმის მოლოდინი, რომ იგი მიაღწევს ასეთ ფინალამდე, რაც სტალინზე მოიყვანეს მაგალითად, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ძნელდება ხოლმე შენიღობა. ხშირ შემთხვევაში ხალხი ახერხებს მიხვედრას იმისა, რომ ეს დიქტატორია
და რიგ შემთხვევებში საგარეო ძალისხმევა არ იყო საჭირო გიტლერთან ეგ იყო. გერმანულ ხალხს არ დაუსკვნია რომ გიტლერი დიქტატორია. იქ საგარეო ჩარევით მოხდა უკვე გიტლერის გაუნებელყოფა. დიქტატორის დაცემას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ორი ფაქტორი: ეკონომიკური კრიზისი, როდესაც საზოგადოებას ვეღარ ხიბლავ პურით და სანახაობით და გაცვეთილი PR ტექნოლოგიები, რომლესაც ხალხს აღარ სჯერა და მორალურ თავისუფლებას ითხოვს. ჩვენთან შესაძლებელი იყო რომ ვიღაც ისეთ ადამიანს ჩაბარებოდა რაღაცა პროპაგანდის გარკვეული მიმართულება, რომელსაც საერთოდ მის ფუნქციებში არ შედიოდა, თქვათ, ეკონომიკის მინისტრის, ან თბილისის მერის, ან სხვა, თქვათ, დაწესებულების ხელმძღვანელს, ან იქ რომელიღაც მაღალ ჩინოსანს. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურ სიმაღლემდე ჩვენთან ეს მიდრეკილებები არ ავიდა, თუმცა გარკვეული გამოძახილი მაინც როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ჩვენ დემოკრატიის დაფარვის და ავტოკრატიის ნიშნების არსებობდა. როგორ ამთავრებენ ცხოვრებას დიქტატორები და რა ფაქტებს ინახავს ისტორია. პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავეების ყველა დროის ყველაზე სანიმუშო სასამართლოდ ნიურნბერგის პროცესი მიიჩნევა, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერებს სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს, მათ შორის კარლ დენიცს, რომელმაც სულ 10 დღე გაატარა ქვეყნის სათავეში და ერთადერთ პოლიტიკურ აქტს, კაპიტულაციას მოაწერა ხელი, 10 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაი ჩაუშესკუ, რომელიც აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს და საკუთარ ქვეყანაში დიქტატურას ავითარებდა, ტრიბუნალმა ყოველგვარი მოკვლევის გარეშე დახვრიტა ცოლთან ერთად. ჩაუშესკუს ბრალად ბუქარესტსა და ტიმოაშორაში მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება წაუყენეს. ცხედრები კი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში აჩვენეს. დახვრიტის წინაც ჩაუშესკუმ დანაშაული არ აღიარა. იტალიის ფაშისტური რეჟიმის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი და მისი მეგობარი ქალი კლარეტა პეტაჩი პარტიზანებმა მილანთან ახლოს 1945 წელს დახვრიტეს. მოგვიანებით მათი გვამები ქუჩის განათების ბოძებზე თავდაღირა დაკიდეს. მუსოლინის დანაშაულთა ჩამოთვლა უადგილო იქნება. საკმარისია ფაშისტური რეჟიმის ხელმძღვანელობა. ჩილეს დიქტატორმა აუგუსტო პინოჩეტიმ დაკავებული თანამდებობა 1990 წელს საკუთარი ნებით დატოვა. სამაგიეროდ მიიღო იმუნიტეტი და სენატორის სამუდამო თანამდებობა. მოგვიანებით ჩილეს პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო და 2000 წელს ექს-დიქტატორს 100-მდე საბრალდებო პუნქტით წაუყენა ბრალი. პინოჩეტის ბრალად ედებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობა, ნარკოტრაფიკი, მკვლელობათა დაკვეთა, ადამიანის წამება და რეპრესიები. ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი 1979 წლიდან 2003 წლამდე ერთპიროვნულად მართავდა რესპუბლიკას და ამერიკელების ჩარევით ჩამოაგდეს. ჰუსეინს ერაყის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა და 2006 წლის 30 დეკემბერს ჩამოახრჩეს. ლიბიის ჯამაჰირის ლიდერი და ბელადი მუამარ კადაფი 42 წლის განმავლობაში ედგა სათავეში მთავრობას და თუნდაც 5 წლის წინ მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის წამებით სიკვდილით აღესრულებოდა. ერთ დროს ფუფუნებაში მცხოვრები და მსოფლიო ლიდერების მეგობრად წოდებული კადაფი თავისივე მოქალაქეებმა სიკვდილით დასაჯეს. დიქტატორთა უმეტესობამ საერთოდ დააღწია თავი მართლმსაჯულებას. უგანდის სისხლიანი მმართველი იდი ამინი, რომლის მმართველობის პერიოდში ნილოსის ჰიდროსადგურის ტურბინებში მდინარეში ჩაგდებული გვამები იჭედებოდა, საუდის არაბეთში გაიქცა. ეთიოპიელი დიქტატორი მენგისტუ ჰაილე გამოძიებას მარიამში, ზიმბაბვეში დაემალა. ჰაიტელი მმართველი ჟან-კლოდ დუვალიე პარიზში გაიქცა. გაქცევამდე კი დიდი ზეიმი მოაწყო სასახლეში. ამ ყველაფრის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ ის ევროპის ბოლო და ერთადერთი დიქტატორია. სხვა ჩემნაირი მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება, განაცხადა ბელორუსიის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ როიტერთან ინტერვიუში. თქვენ მოხვედით რა და ცოცხალი დიქტატორისთვის თვალი შეგევლოთ. სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავდით. განა ეს ერთ რამედ არ ღირს. ლუკაშენკო ქვეყანას სათავეში 1984 წლიდან უდგას და მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, ჯერ არსად წასვლას აპირებს. Дорогие ветераны, ვის შეეცლება ლუკაშენკოს ევროპის დიქტატორობაში? ამაზე პასუხს უკვე უახლესი ისტორიის გადაწერის შემდეგ შევიტყობთ. ყველა მათგანი კი დარწმუნებულია, რომ ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოდა.
საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ყავს. შესაბამისად, ანატომიის ეს გადაცემა სააკაშვილზე მომზადებული ფილმების ციკლიდან სავარაუდოდ უკანასკნელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შინაარსის გადაცემის მომზადება არ მოგვიწევს ქვეყნის ახალ მმართველზე, რომელიც ხელისუფლებაში სულ რამდენიმე საათის წინ მოვიდა. მომავალ ორშაბათს მშვიდობით.